მოგესალმებით ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საუბრობთ ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ სტატისტიკაზე. ერთი წლის მონაცემები ცნობილია 2024 წელზე არის საუბარი. მინდა გთხოვოთ, რომ შეაფასოთ ეს მონაცემები, გითხრათ რა ვითარება გვაქვს საგზაო უსაფრთხოების მიმართულების კუთხით და რაც გვაჩვენებს ეს მონაცემები. მადლობა მოწვევის პროექტში. მოკლედ რამდენიმე დღის უკან გამოვაყენა საქართველოში ნაერთია სამისრომ 2024 წლის შეჯამებული სტატისტიკა. სამწუხარო სტატისტიკა ეს გაზრდილი წინასწარ შედარებით. მაგალითად, სიკვდილიანობას ავიღეთ 2 ადამიანი მეტი დაიღუპა 2024-ში ვიდრე ეს იყო 2023 წლის მონაცემი, თუ 452 ადამიანი იყო, უკვე 24 წელს ეს იყო 454 ადამიანი. აქვე მინდა აღნიშნო, რომ მძიმე დაშავებულობა არის გაზრდილი, მაგალითად, თუ იყო მანამდე რაღაც რიცხვი 267 ადამიანით არის 2024 წელს გაზრდილი და ამაში არიან 7687 ადამიანი. მოგეხსენებათ, საქართველოს ეხლა არ არის დიდი ქვეყანა და ის რაც ხდება ეს ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება კიდევ ჩარსულ სტატისტიკას, პირველის გამომწვევი მიზეზი საგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის არის სიჩქარის გადაჭარბება, როგორც წინა წლებში და დომინანტი არის იგი. მეორე ადგილზე არის უშუალოდ გადასწრება და გადასწრების შედეგად და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში მომხდარი საგზაო შემთხვევები. ასევე აქვე ნასვამობაც გაზრდილი არის ოდნავ დაახლოებით 7-8%. განსაკუთრებით ყურადღებები არის ქვეითთა გადაადგილების პრობლემა, ვინაიდან თუ 2023 წელს 95 ადამიანი გარდაიცვალა, 24-ში უკვე 101 ადამიანია გარდაცვლილი. მოგეხსენებათ, ეს ქვეითთა გარდაცვალება და დაშავებულობა პირდაპირ კავშირშია სიჩქარის გადაჭარბებასთან. ჩვენ ვიცით, რომ ურბანულ დასახლებაში არის 60 კმ/სთ დაშვებული, ხოლო პლუს 15 საათის ასევე გადაჭარბება შეგვიძლია ამ 75 მოძრაობა და ეს არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს გავსი პრაქტიკა. ჩვენს გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართეთ ადრე ეკონომიკის სამინისტროს და ეს რეკომენდაციების გაზიარებულია და უახლოეს მომავალში ალბათ განუშვა იქნება, რომ ურბანულ ზონებში და განსაკუთრებულად საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სკოლებთან იყოს ნაკლები სიჩქარე, ვიდრე დღევანდელი კანონმდებლობით არის. და ასევე ის ლიმიტი, რაც 15 კმ/სთ-იანია, ესეც შემცირდეს დაახლოებით 3.5 კმ/სთ-მდე, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკები არსად არ არსებობს და თითოეულად სიჩქარის 10%-ით მატება ნიშნავს, რომ 80%-ით იზრდება სიკვდილიანობის რისკი. აქედან გამომდინარე სტატისტიკას რო შევხედავთ, რადგან სიჩქარე არის წამყვანი, მე მინდა სიჩქარეზე გამოვახვილო ყურადღება და ვეთქვით, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 3,5 მილიონზე მეტი 50-ლარიანი ჯარიმაა დაწერილი. ამ წარმოვიდგინეთ 3,5 მილიონი დარღვევა მოხდა და პოტენციურად ეს 3,5 მილიონი დარღვევა შეიძლება საფრთხისერო დამთავრებულიყო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის სიჩქარის ასე ვთქვათ კონტროლი მაქსიმალურად მოხდეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ კოლათა სისტემაზე არ არის მიღებული ვიდეო ჯარიმები, როცა კოლათა სისტემა მივიღეთ და ჩვენს მონაწილეობით მასში გარკვეული რეკომენდაციების სახით მაშინაც წარმოადგენთ, აუცილებელი არის ვიდეო ჯარიმებზე სიჩქარის მიღებას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ათასობით ლარს იხდიან და მაინც ქუჩებში სწრაფად გადაადგილდებიან წარმოუდგენელი სიჩქარე და ჩვენთან ამოქალაქეებს უქმნიან საფრთხეს. აქ ქულები შეიძლება კოლოსალური არ იყოს, ეხლა 20-30 ქულა, მაგრამ ელემენტარულად 5 ქულა მაინც რო იყოს უკვე მძღოლს გაუჩენს იმის განცდას, რომ მან შეიძლება მათთვის მომავალში დაკარგოს თუ რამდენიმე სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი იქნება მის ასე ვთქვათ დოსიაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქულებზე აუცილებელი იქნება იმას ვაგვარად 15 წელი რაც საგზაო საფრთხის სფეროში ვარ და ყოველ წელს რასაც ვუყურებ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები არ იყვნენ პირიქით იზრდება და ჯარიმების გაზრდაც არ არის გამოსავალი. იმიტომ რომ ჯარიმებს ვიღაცები იხდიან და მაინც გადადადგენ, ამიტომ კოლათა სისტემაზე უნდა იყოს მიბმული. რაც შეეხება ნასვამ მდგომარეობაში მართვას, წერა როგორც აღნიშნე არის გაზრდილი და როგორც ვიცი, იგეგმება გარკვეული ცვლილებები და ჩვენც ჰქონდა გარკვეული რეკომენდაციები მასთან დაკავშირებით, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართვა უფრო მკაცრი ყოფილიყო. მოგეხსენებათ, 2 წლის უკან შევიდა რეგულაცია ძალაში, როცა უკვე 6 თვით მართვის უფლების შეჩერება ხდება, როცა 0.3-დან 0.7 პრობლემები და სიცხე ალკოჰოლის შემცველობა, ხოლო 0.7-დან უფრო მაღალი როდესაც არის უკვე 1 წლიანი, ესე რომ ვთქვათ, მართვის უფლების შეჩერება და 2000 ჯარიმა, თუმცა უფრო გასამკაცრებელია, ვინაიდან ბოლო 2024 წლის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით სადღაც ჯამში 20,000-მდე ადამიანს შეუჩერდა მართვის უფლება. ანუ წარმოიდგინეთ ეს 20,000 ადამიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში
ქუჩაში და უბრალოდ პატრონმა გააჩერა და ჩამოვართვა მართვის მოწმობა, ჩამოვართვა ავტომობილი და გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე და ეს ადამიანები რომ ქუჩაში გაეშვა და არ დაეჯარებოდნენ, წარმოგიდგენთ რა უბედურებები შეიძლება დადგმულიყო. აქედან გამომდინარე, რადგან იმატებს ინანსლამდე ნაცნობ მდგომარეობაში მართვა, სახელმწიფო იძულებულია, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზონებს მიმართოს და გამოიყენოს ის მაქსიმალური ბეჭედები, რაც აუცილებელია ამ ესე ვთქვათ, შევაფერხოთ ეს წინსვლა ამ სტატისტიკის. რაც შეეხება თვითონ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ორი წლის უკანვე იყო ადმინისტრაციული პარტნიორობის შემოღება, იცით რომ გახშირებული არის მეორადი ჯდომა საჭესთან ნაცნობ მდგომარეობაში, ერთი წლის განმავლობაში თუ ჩამორთმეული ადამიანს, ამ შემთხვევაში ხდება ფაქტები, როცა მეორეჯერ ჯდებიან. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობამ დაუშვა ის, რომ პირველად, რაც საქართველოში აქამდე არ ყოფილა, ადმინისტრაციული პარტნიორობა 5-დან 15 დღემდე. ვფიქრობ, ახალი ინიციატივის ფარგლებში ალბათ უფრო მეტად იქნება მკაცრი და ჩვენ გვქონდა ადრე რეკომენდაცია, რომ პირველივე ჯერზე არაებს თვით არამედ ერთი წელი ყოფილიყო, ხოლო ნოემბერ-7-დან როცა ზრებით უკვე ფაქტიურად როცა გადამწვალია ადამიანი და ვეღარ აკონტროლებს საჭეს, ამ მომენტისთვის 2 წელი მაინც ყოფილიყო მათთვის უფლების შეჩერება. აქედან გამომდინარე, თუ რაიმეს დაგეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით თუ სხვა ინიციატივები, რაც იქნება ალკოჰოლის მოხმარება და საჭის მართვასთან, აუცილებლად ყველანაირ ინიციატივას მხარს დაუჭერთ, ვინაიდან გარკვეული ძლებია უყურებთ, რომ მაინც სტატისტიკა ერთი და იგივე ადგილზეა და ძროა არ გვაქვს. მით უმეტეს საქართველოს მიღებული აქვს საგზაო საქმეების ეროვნული სტრატეგია და ამ სტრატეგიას გააჩნია გარკვეული გეგმები და ახლა 2025 წლის გეგმის მიხედვით სადღაც უკვე 20-25%-ით მაინც უნდა შემცირდეს საგზაო შემთხვევები და აქედან გამომდინარე კიდევ ერთი წელი არის დარჩენილი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ შემცირება საგზაო შემთხვევების და რეალურად ეს სტრატეგია ქაღალდზე კი არ დარჩეს და სამოქმედო გეგმა, არამედ რეალურად შესრულდეს და მოხდეს მისი მიღება. რაც შეეხება გლობალურ თემას, ეხლა უკვე თებერვლის ბოლოს იმართება მაროკოში მინისტერიალი, მეოთხე გლობალური, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ჩატარდება და დაახლოებით 190 ქვეყანა ესწრება და ზუსტად ეს მინისტერიალიც მიეძღვნება სიჩქარის გადაჭარბებას, ნასვამობას და ისეთ რისკ ფაქტორებს, რაც რეალურად არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას უდგას და გარკვეული 델ეგაციაც ვიქნებით, რა თქმა უნდა, აქაც წარუდგენლი და ახალ ინიციატივებს, ახალ მიმართულებებს აუცილებლად გავაჟღერებთ, როცა ჩამოვალთ და ვისაუბრებთ და გავაგრძელებთ ისევ ამ თემებზე საუბარს, რომ რამენაირად მოვახერხოთ ისე, რომ საქართველოს წინ გადადგეს კიდევ ერთი ნაბიჯი და ნაკლები ადამიანი მოგვიდეს გზაში და დაგვეყოს ამ. თქვენ აი მართლაც წლებია საუბრობთ, რომ სიჩქარის გადაჭარბება აი ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში და ამ მხრივ რეგულაციების განკაცებაზე ამახვილებთ ხოლმე ყურადღებას. აი მინდა გთხოვოთ, რომ რაღაცა ერთად მიმართვა რომ გააკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს, არ ვიცი როგორ თქვა, ხო, სიჩქარის გადაჭარბება და აი რა არის თქვენი მთავარი სათქმელი ამ ადამიანების მიმართ და აი თქვენი შეფასებით რატომ ხდება მაინც რომ წლების განმავლობაში ეს რჩება პრობლემად და გამოწვევად ჩვენს ქვეყანაში. მთავარ მიზეზს რა შეგენდათ? მოგეხსენებათ, კანონმდებლობა ზოგადად კაცრად უდგება იმ ავტომობილებს, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებით ან უთეში მანევრებით გამოირჩევიან ქუჩებში. ეგრეთ წოდებულად გადასწრებები როცა ხდება და ვხედავთ, რომ ქალაქებში ესე სწრაფად გაივიწყდნენ ადამიანები, თუმცა მინდა ყველა მდგომს მოვუწოდო, ვისაც სწრაფის ყურვილი აქვს, არსებობს ამისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც შეუძლია მიბრძანდნენ, ანუ ეს არის დახურული მოედნები, რომელიც შეიძლება ზოგჯერ უფასოა, ზოგჯერ ფასიანი და შეუძლიათ აქ გამოცადონ თავიანთი ადრენალინი და სიჩქარის გადაჭარბებად იარონ, სადაც უსაფრთხოების სტანდარტებია დაცული ასეთ დახურულ მოედნებზე. შესაბამისად ეს ქუჩაში ამის გაკეთება არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება თვითონ სიჩქარის გადაჭარბების ელემენტებს, ზოგადად აღგენილია მეცნიერულად კვლევით, რომ როდესაც 10% ვაჭარბებს ჩვენ სიჩქარეს, 30%-ით იზრდება სიკვდილიანობის რისკი, ანუ წარმოიდგინეთ სამჯერ უფრო მეტად იზრდება და ზუსტად ამიტომ არის რომ ვითხოვთ, რომ სკოლებთან თუ არ იქნება 30 კმ/სთ, როგორც იცით, ანუ ინერგება ნენლა 10 წელია რაც ამ თემაზე მუშაობ და სადაც შევძელით ყველა მუნიციპალიტეტი ჩავთეთ, რომ გაეკეთებინა, თუმცა მოგეხსენებათ საქართველოში 60 მეტი მუნიციპალიტეტია, ყველასთან რა თქმა უნდა ვერ ვახერხებ ურთიერთობას გამომდინარე იქიდან, რომ ამას ყველაფერს ეს ურჩევი ჭირდება, ამიტომ სახელმწიფო ჩართულობა არის ამ კუთხით მნიშვნელოვანი და რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან
საკითხს, ეს არის საინფორმაციო კამპანია. აუცილებლად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო საინფორმაციო კამპანიაში. ეს აპრობირებული მეთოდია, როცა სხვადასხვა უწყებები ამხორციელებენ კამპანიებს სხვადასხვა მიმართულებით, იგივე თუნდაც ის გარშ გადაჭარბება იქნება ეს ნაცნობა. მოგეხსენებათ, ერთწლიანი კამპანია არაფერს აღშორის, ვინაიდან თავრობები იზრდება ეხლა მაგალითად 2-3 წლის უკან თუ იყო 1,5 მილიონი მართვის მოწმობა გასცემული, წელს უკვე 1,800,000-მდე ავანო 300,000 გაიზარდა და ეს წყობები არიან ახალი წყობები ან ის საინფორმაციო კამპანია მათ არ მოусმენიათ მათ ეს არ უნახავთ, ამიტომ მნიშვნელოვანი არის როგორც სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ხდება, იყოს ყოველწლიური კამპანიები, მოწოდებები, სხვადასხვა შეხვედრები, განსაკუთრებით ყურადღებები არის სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობა და მუშაობა საგზაო საფრთხების საკითხებზე, იმიტომ რომ სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს მათი ფსიქოლოგიის უნარების მომზადება იმისათვის, რომ არსებობს ის რისკ ფაქტორები, რაც შეიძლება როგორც მათთვის, ასევე სხვა სხვისთვის დამკვირვებელი იყოს. და აქ მნიშვნელოვანი არის მნიშვნელოვანი ასევე აპოსტოლების საკითხები, მოგეხსენებათ, წლები არის რომ აპოსტოლები არალიცენზირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და თვითნებურად გახსნილი აპოსტოლებია, შესაბამისად ბოლო პერიოდში თუ ადევნებთ სოციალურ ქსელებს თვალს, ბევრი წერს, რომ აი ქალაქის პირობებში ვეღარ ჩავაბარი, ჩავუჭედით. ეს ყველაფერი არის ვიზუალური, რომ მანამდე დაზიანების მეთოდებით ხდებოდა დაახლოებით მოედანზე ტარება, ჩაბარება, თუმცა როცა უკვე ღია ქალაქში გადიან, ის უნარჩვევები არ აქვთ, რაც რეალურად უნდა კონდე და ამიტომ ხშირად იჭრებიან ხოლმე. და როცა ესეთი ავტორიზებული აპოსტოლები გვექნება, იქნება სავალდებულო საათები, როგორც ქალაქში ტარების, ასევე დაახლოებით მოედნის და როცა მომზადებული და კვალიფიციური იქნება უკვე მომავალი სკოლის აუცილებლად ჩააბარებს, რაც რეალურად დღეს არ აქვს საქართველოში და სხვადასხვა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ამას გქონდა, რომ ჩვენი მართვის მოწმობა უნდა იყოს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში აღიარებული, ვიცით რომ გარკვეული ქვეყნებში აღიარეს უკვე, სადაც შეიძლება ქართული მართვის მოწმობით სამფუძემი ტექნიკაც ვიაროთ, მანამდე 3 წელი იყო შესაძლებლობა. თუმცა ბოლომდე როცა მივყვანთ ამ რეფორმის იგივე ავტოსკოლის თემა იქნება ეს ლიცენზირებული სწავლება და ასე შემდგომ, მე შეიძლება უკვე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ქართული მართვის მოწმობით აბსოლუტურად ესე რომ ვთქვა თავისუფლად გადავადგეთ. ამიტომ არის ეს საგზაო საფრთხეობა კომპლექსური და ბევრი მიმართულებით საჭიროებს მუშაობას, მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა ამ შედეგს ვერ მოგცემს. და ასევე ის არის, რომ ყველას პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის, როგორც ცხოვრების, გზავის, ასევე სხვა გზის მონაწილეს. ქვეითებსაც გკითხავთ, მოკლედ, ბევრგან არის, ასე ვთქვათ, შუქნიშნები, არის აღნიშნული ნიშნები, რომ ქვეითსაც შეუძლია გადავიდეს და სადაც თუმცა ხშირად ხედავთ მაინც ხოლმე პირადად მეც ვაკვირდები, რომ რაღაც მწვანე რომ არის ჩართული, მაგალითად მწყოს აფერხებენ და გადადიან. აი ეს ქვეითების პასუხისმგებლობაც რამდენად არის, როდესაც მძღოლი მოდის, რაღაც შეიძლება სიჩქარეც იყოს განსაზღვრული და შემდგომ, ყოველ შემთხვევაში ხშირია რომ ხოლმე, როდესაც მძღოლი არის თითქმის ყოველთვის დამნაშავე. მოგეხსენებათ, თბილისში არის შერეული ტიპის შუქნიშნები, ძალიან ხშირად ზუსტად ეს არის, როცა ბევრმა მძღოლმა არ იცის ამ შუქნიშნების მუშაობის პრინციპი. შერეული ნიშნები მას ნიშნავს, რომ როგორც მძღოლისთვის, ასევე ფეხით მოსწავლისთვის ერთდროულად იმდება მწვანე, მაგალითად პეკინის გამზირზე ავიღოთ. ძალიან ბევრი ადგილია თბილისში, სადაც ერთდროულად იმდება, ამ დროს მძღოლი ვალდებულია ყოველთვის დაუთმოს ქვეითს და სამ ქვეითი არ გადავა, უნდა გაჩერდეს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მწვანე არის. ძალიან ბევრი მძღოლს გონია, რომ რადგან მწვანეა, მისი აგზა და შესაბამისად სწრაფად გადაადგილდებიან და ამიტომ არის ზუსტად. ძალიან ყველა 95 ადამიანი რო იყო 2023 ახლა ასეთი ადამიანი დაიღუპა, ზუსტად ამის პრობლემაა, რომ მძღოლების მიერ არ დათმობა ხდება გზის, გარკვეულმა მძღოლებმა არ იციან ის საგზაო ნიშნები და როგორ უნდა დაემორჩილონ შუქნიშნების ფერებს და შესაბამისად ამიტომ არის. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ქვეითად მოსიარულეების პასუხისმგებლობაც არის გაზიარებისთვის აუცილებელია, ვინაიდან თანაბრად უნდა მოხდეს ძალიან ხშირად ქვეითად მოსიარულეებიც ესე ვთქვათ ცოდავენ და ხშირ შემთხვევაში ისეთ ადგილებში გადაკვეთენ, როცა მძღოლი იბნება და ამას შეიძლება საგზაო შემთხვევაც მოხდეს. ამიტომ ხმკაცი პასუხისმგებლობა უნდა დააყენდეს ორივე მხრიდან და აუცილებელი არის აღსრულების პრობლემა. ახლა მოგეხსენებათ, საყარაულო პოლიციას იმდენი საქმე აქვს და იმდენი რაღაცეები ავალია, უკვე თითქმის ვეღარ იცლიან, მე მგონი საგზაო საფრთხეების ესე ვთქვათ მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანი არის როგორც საპატრულო ეკიპაჟის ან რომელიც მანქანაში მყოფენ, ასევე ქვეითად მოსიარულე ეკიპაჟების იყვნენ განსაკუთრებით პიკის საათებში, რომ აკონტროლონ ქვეითად გადაადგილების პრობლემები იქ შეიძლება მძღოლი არ უქმნობს, მოგეხსენებათ 40 ლარი არის ჯარიმა და განმეორებით 100 ლარამდე არის. თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მძღოლი არ დაჯარიმებულა და არ გაუჩერებიათ იმის გამო, რომ ქვეითს არ დაუდგნენ. ანუ მაინც აღსრულებამდე მივდივართ და თუ აღსრულება იქნება ძალიან კარგი და ბევრი ადამიანი დაჯარიმდება, უკვე რა თქმა უნდა მძღოლების ისწავლიან და აქვე აუცილებელია იგივე საინფორმაციო კამპანია, თუნდაც იმ საგზაო ნიშნებზე, შუქნიშნებთან მიმართებაში,
თუ ეს არ იციან ცხოვრება, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ვიდეოები გავუშვათ სატელევიზიო ეთერით, რომ რაღაცა აუხსნათ ამ ხალხს, რომ შერეულიტები შეგვნიშნებია და ამ დროს ფეითატმოსფერული არის პრიორიტეტი. აქაც საინფორმაციო კამპანია კარგი იქნებოდა და წარადგებოდა ჩემი აზრით, როგორც ფეითებს, ასევე მძღოლებს. დიდი მადლობა.